საერთოდ სამი სცენარი შეიძლება იყოს სადესანტო ოპერაციის და სამივე სცენარი განვიხილოთ. ეს არის პირველი რაზეც ყველაზე აქტიურად მედია სფეროში აი ხარგის ხო კონსულზე საუბრობენ. აქ არის ირანის საექსპორტო ნავთობ ტერმინალების ის რაოდენობა 90% აქედან გადის. ერთი ამაზე არის საუბარი. ეხლა აი მეორეზე არანაკლებ აქტიურად ალაპარაკდნენ, იმიტომ რომ ეს არის ჩამკეტი ჰორმუზის სრუტის ეს. კი ბატონო, ეს არის უფრო მოცულობით დიდი კუნძული, რომელიც უშუალოდ არის აი ამ ესე ვთქვათ ჰორმუზის სრუტეში. ოღონდ მოდი ახლა მე ჩემ თავს უფლებას მივცემ, რომ ორივე შემთხვევაში რა პრობლემა ჩნდება სადესანტო ოპერაციების მაგაზე ვისაუბრებ და ალტერნატიულ მესამე ვარიანტს გეტყვით, ჩემი აზრით თუ მაინც მოხდება სადესანტო ოპერაცია, სად უფრო ესე ვთქვათ ლოგიკური იქნებოდა თუ მაინც და მაინც ეგ უნდათ. რაში არის პრობლემა? როგორც ერთი ისე მეორე კუნძულის სადესანტო ოპერაციისთვის ამერიკელებმა უნდა შეიყვანონ ჰორმუზის სრუტეში თავისი სადესანტო ხომალდები და რანაირი პრობლემაც არის აქ ტანკერის გავლა, იმიტომ რომ მას ეს კამიკაძე დრონებით ბომბავენ, ზუსტად იგივე პრობლემას ეჯახება ეს სადესანტო დაჯგუფება, ანუ აქ უნდა მოვიდეს ეს გემების ესე ვთქვათ ესკადრა და უნდა დაიწყოს სადესანტო ოპერაციები. მე აქ რო გადმოსხავ, ამათი მომარაგება უნდა მოხდეს. ანუ პერიოდულად აქ უნდა იმოძრაოს ამერიკის სამხედრო ტრანსპორტებმა. თუ დაუშვათ აი პირველ ვერსიაზე ვისაუბრებთ, აქაც პერიოდულად უნდა მოხდეს ამ სადესანტო ჯგუფებისთვის მომარაგების უზრუნველყოფა და აქაც საკმაოდ ახლოს უნდა მივიდეს ეს დაჯგუფება. ანუ ორივე შემთხვევაში, ორივე კუნძულის სადესანტო ოპერაციების შემთხვევაში ამერიკელებს უწევთ თავისი საზღვაო კომპონენტის იმდენად ახლოს მიყვანა ირანის სანაპიროსთან, რომ ისინი ხვდებიან ფაქტიურად გარდაუვალი დარტყმების ქვეშ. მე მაგალითად რა მგონია, თუ მაინდა-მაინც ოპერაცია არის. ეხლა ამერიკული ხომალდები ოპერირებენ დაახლოებით აი ამ რეგიონიდან, რა. ანუ ინდოეთის ოკეანეში და ომანის ყურეში არის მათი მოძრაობა. ყველაზე ოპტიმალური სამიზნე ჩემი აზრით შეიძლება იყოს აი აქ ამ სანაპიროზე არის განლაგებული ირანის პორტები, მათ შორის სამხედრო პორტებიც არის აქ განლაგებული და მაგალითად აი აქ რო გადაწყვიტოს სადესანტო ოპერაციის განხორციელება, მთელი რიგი ის პრობლემები, რაც მე ვთქვი, რომ ანუ აი დაუშვათ ხარგის კუნძულის ლოჯისტიკისთვის საჭიროა, რომ პერიოდულად გაიარონ ადგილი, სადაც მათ გემებს დაბომბავენ. კი, მაგრამ ამ შემთხვევაში მანდ არსებობს ნაკლების საფრთხე არის. მანდ არსებობს პრობლემა. კუნძულს თუ იღებ, ნუ მოწინააღმდეგეს, რომელსაც მით უმეტეს ფლოტი დიდწილად განადგურებული ყავს და კონტრშეტევის განხორციელება თან დისტანცია რაღაცა საპასუხო საარტილერიო დარტყმა ნაკლებ ეფექტურია. შენ ხმელეთზე რაღაც ტერიტორია აიღე და პირდაპირ სახმელეთო კავშირი აქვს და შეტევის ქვეშ ხარ. ანუ თან აიღე და უშუალოდ ეს და ამ სრუტეს მაინც ბომბავენ, ხო? ნუ აი შე როგორ გადაჭერე მისი აღები? ოკეი, მოდი მაშინ მე დაგისვავ ახლა კონტრკითხვას. აი გინდა ერთი, გინდა მეორე შემთხვევაში. დაუშვათ სადესანტო ოპერაცია ამ ხარგის კუნძულზე. ეს ორმუზის სრუტის დებლოკადას არ იწვევს. კაი, ეხა მეორე კუნძული, მოდი გადავიდეთ მეორე კუნძული. მეორე კუნძული მოხდა აქ სადესანტო ოპერაცია. ეს ორმუზის სრუტის დებლოკადას იწვევს, არ იწვევს, იმიტომ რომ აი აქ საკმაოდ დიდი მთიანი რელიეფის მქონე სანაპიროა და მაქიდან შაჰედის ტიპის დრონის გაშვება მაინც შესაძლებელია. ისეთივე შესაძლებელია, როგორც გინდა აიღე ეს კუნძული, გინდა არ აიღე, სრუტის დებლოკადა თუ არის მან ამოცანა. აი რაზე მივიდა? თან ეს კუნძული მნიშვნელოვანია, რომ ეს კუნძული განსხვავებით მაგალითად ხარგის კუნძულისგან, ეს არის აი დაახლოებით ზომა რო გავიგოთ, აი გურიის მხარე რო ავიღოთ. ეს არ არის თლად პატარა ტერიტორია. ახლა ამის აღება, ხა
ამერიკა ჩავთვალოთ რომ აიღეს, მაგრამ სარისკოა რომ და იქ იქნება დანაკარგები და ეს დანაკარგები იქნება პოლიტიკურად კინეო. ხო არის დანაკარგებში რო არ შევიდეთ ჯერ რა. დანაკარგებზე მე შევალთ კიდე აი ნებისმიერ სადესანტო ოპერაცია რო განვიხილოთ მე დანაკარგების ყუთით ეგეც მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის თავარი არის კითხვა. ოპერაციის დაწყება არ ხდება ამ ოპერაციის ამოცანის განსაზღვრის გარეშე, ხო? ხო არ შეიძლება ვიღაცამ ოპერაცია დაიწყოს ისე რომ რატო ვატარებთ ამ ოპერაციას კაცმა არ იცის, ხო? ეგეთი შტერული ისე რავი ხა ამერიკის სამხედროები არიან ყველაზე ესე ვთქვათ მაღალი კვალიფიკაციის მქონე ეგეთი სამხედროები ამერიკას არ აყავს. ამიტომ სადღაც დესანტი გადავსხათ ისე რომ ჩორტიოზნაით ეს დესანტი რას აკეთებს მანდ მოდი მაგ ვერსიას დავანებოთ თავი. აი რა ამოცანა უნდა გადაჭრას ამერიკის დესანტმა რომელიმე მაგ კუნძულზე თუ სრუტის დებლოკადა არ ხდება. ყურე ჩვენ სულთა სამხედრო ჭრილში არ უნდა განვიხილოთ ეს საკითხი, ჩემი აზრით. იმიტომ რომ სამხედრო თვალსაზრისით იმ ძალებით რა ძალების მობილიზება ეხლა ხდება მაგ ძალებით ამ სრუტის გახსნა არის ნაკლებად სავარაუდო. აი ამერიკას ეხლა რომ გამოეცხადებინა რომ რაღაც 300,000 ჯარისკაცი უნდა გადავისროლოთ, მაგ შემთხვევაში ირანის სამხრეთის ოკუპაციას რა ჭირდება, ხო, რაღაც უზარმაზარი ტერიტორიები ავიღოთ, ეგ კიდე მეს მაგ შემთხვევაში ვიტყოდი რომ სავარაუდოდ აი ეს იგეგმება და დიდ ნაწილს გააკონტროლებენ ირანის და შეჭრა მოხდება. მაგრამ 10,000 ჯარისკაცით 8,000 ჯარისკაცით მაგ ამოცანის შესრულება არის, ძალიან სარისკო. აი, რა ვიცი. სარისკო არა, ვაფშე გაუგებარია. გაუგებარია. მაშინ რა ხდება? მოდი ახლა მაგაზე გადავიდეთ. საერთოდ ჩვენ როდესაც საუბრობთ აი ესეთ საკითხებზე, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ საქმე გვაქვს ადამიანებთან. ადამიანებთან, რომლებიც ხანდახან ცდებიან, ხანდახან არასწორ ანალიზს აკეთებენ. აი მაგალითად რა ამოცანა ქონდა რუსეთს, რა ეგონა რუსეთს 2022 წლის 22 ფებრვარს, როდესაც 3 მილიონიან დედაქალაქში ვერტფრენებით გადასხა რაღაც შეზღუდული დესანტი. აი ეხლანდელი გადმოსახედიდან აი სრული სიგიჟე. გოსტომელის დესანტი. ხო, 100 კილომეტრში შეიჭრა, კიდე გადარშენ ისინი. უბრალოდ იმდენად სიგიჟე იყო და იმდენად თავზე ხელაღებული ოპერაცია იყო, რომ ის ხალხი მაგიტომ გადარჩა, რომ უკრაინელებს არც ეგონათ, რომ ეხლა დედაქალაქში დესანტ ვერტფრენებით ჯარი გამოჩნდებოდა. ხო, ყველა ელოდებოდა სახმელეთო შემოჭრას. ცხადია, მაგ რაღაც შეზღუდულმა სადესანტო ოპერაციამ შედეგი ვერ გამოიღო, იმიტომ 3 მილიონიან ქალაქს შენ ვერ აიღებ რაღაცა 20 ვერტფრენით, ხო? რაც არ უნდა იქ ხალხით გატენოდა იმებით, დესანტნიკებით. იმიტომ რომ ძალა მეტია. თუ წინააღმდეგობას გიწევს მეორე მხარე, თუ წინააღმდეგობას არ გიწევს, ეგრე, რა ვიცი, შეიძლება დესანტიც აღარ დაგჭირდეს, ისე დაგნებდეს. ფაქტია, რომ დაუშვა რუსეთმა ეგ შეცდომა. ხო, მე მოუწია ერთ თვეში მაგ ჯარის უკან გამოყვანა, იმიტომ რომ იმდენად ცოტანი იყვნენ და იმდენად შეუძლებელი იყო მაგ ამოცანის შესრულება, რომ უბრალოდ დანაკარგებს იღებდნენ და უკან გამოიწვიეს სწორი გადაწყვეტილებაც მიიღეს. აი, კაი, მოდი მაშინ მაგალითის მიხედვით ავხსნი მე კითხვა რაში მაქვს. აი, მაგის გათვალისწინებითაც კი. გოსტომელის დესანტის ლოგიკა რომელიც არ გამართლა იყო შემდეგი რომ ჩვენ ახლა მოდი დესანტმა აიღოს ეს აეროპორტი და მანდ მერე საჰაერო ესე იგი მას ავაწყობთ, მანდ დაჯდებიან სატრანსპორტო თვითმფრინავები და უკვე რაღაცა რამდენიმე ვერტფრენი კი არ იქნება, მანდ უკვე დივიზიებს გადავისვით. ანუ ეგ იყო ამოცანა, რომელიც არ გამოვიდა. ამ გადმოსახედიდან არასწორი გათვლა იყო ცალსახად. მაგრამ აი მე რა კითხვა მაქვს, იცი? კითხვა იმაში კი არ არის, რომ აი რამდენად მაღალი ალბათობის არის ოპერაცია. მე გულწრფელად მაქვს კითხვა, თუნდაც ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით ოპერაციის შინაარსი
8000 საზღვაო ქვეითის დესანტირება. Აი, რუკას ახლა გავხსნი და ნებისმიერ ადგილზე მოდი დავადოთ თითი და ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით ვთქვათ, რომ აი აქ დესანტირება ჭრის ფუნდამენტურად მაგამოცანა სრუტის დებლოკადას. აი მოვიფიქროთ ეგეთი სცენარი. ვერ მოიფიქრებ სამხედრო კუთხით, ანუ სამხედრო განზომილებაში თუ გადავიტანეთ ეს საუბარი, არ არსებობს წერტილი, ან არ არსებობს კუნძული ან სამხედრო ამოცანა, რომლის შესრულების შემთხვევაში ირანი ნებდება და ჰორმუზის სრუტე ამ ძალებით. მე ვერ წარმომიდგენია, არ ვიცი რაღაცა ტერმინატორები თუ არიან ის საზღვაო ქვეითები და FPV დრონი და ჭურვი თუ მოხდება, არაფერი არ მოუვა, ეგ არ ვიცი. ეხა ჯერჯერობით ეგეთი ტექნოლოგია ამერიკას არ აქვს. ჩვეულებრივი ხალხია, ორი ფეხი აქვს, ორი ხელი აქვს და ტყვია თუ მოხდა, ან ჭურვი თუ მოხდა, ან დრონი თუ დაეცა, მოხდება ისიც. და უყურე რაშია საქმე. სხვათა შორის რუსები აქტიურად უზიარებენ ირანს იმ ტექნოლოგიებს, რაც უკრაინაში გამოიყენება, ან ცოტა ხნის წინ ირანელებმა დადეს მაგ კონსულებზე განთავსებული ჯარისკაცების ფოტოები და ერთ-ერთი რაც ედოთ სტρατეგიები დრონებით ამერიკულ ბაზებს. ამას წინათ ვიდეო ვნახე, ის დაუწვეს ამერიკული ვერტფრენი. ანუ დრონი უკვე იმდენად გავრცელებულია, თან რუსებიც მიაწვდიან მაგ გამოცდილებას და ჩინელებიც არ მოაკლებენ მაგ კომპონენტებს. აი, ანუ იმაზე შევთანხმდით, რომ სამხედრო ლოგიკაში ვერ ვსვავთ. მაშინ აი პოლიტიკურ ლოგიკაში როგორ უნდა მე რა მგონია. საერთოდ აი ასეთ პროცესებს ახასიათებს ერთი კანონზომიერება. აი, როდესაც რაღაცა ერთი მოლოდინით იწყება რაღაცა ოპერაცია ან ომი და ეს მოლოდინი რომ ვეღარ მართლდება, მერე გარკვეულ წილად ერთი და იგივე აი ეს დაძაბულობის სპირალი ჩანს ხოლმე. მაგათ რუსეთის ანალოგი რომ ავიღოთ, აი უყურე როგორ მოხდა. თავიდან რუსეთი შეიჭრა შეზღუდული რაოდენობის ჯარით, თან ისეთი ფორმით შეიჭრა, რომ ლამის რაღაცა კოლონებით და დესანტით და ანუ აშკარად არ ეგონათ რუსებს, რომ წინააღმდეგობა დახვდებოდა შეზღუდული რაოდენობით და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ითქვას მეორე კვირაში უკვე გასაგები იყო, რომ ეს ომი სხვა შინაარსში იძენდა, რუსები მაინც ძალიან დიდ ხანს ყოყმანობდნენ მობილიზაციის გამოცხადებაზე, ყოყმანობდნენ იმ მასშტაბზე გადასასვლელად, რა მასშტაბითაც ეხლა მიმდინარეობს ომი და აი გავიხსენოთ რა მოხდა. ნუ ჯერ რუსეთმა აპრილის თვეში კიევის ოლქიდან გამოიყვანა თავისი ჯარი. ხომ ასეა? მაინც აგრძელებდა იმ რაოდენობით ოპერაციის განხორციელებას მობილიზაციის გარეშე, კაცო. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მაგაზე ყვიროდა, ყველა რუსი სამხედრო ექსპერტი მაგაზე საუბრობდა, რომ უკრაინელებმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს, მალე ისინი იქნებიან რაღაც 500-700-1000 და ჩვენ ვიქნებით 3-ჯერ, 4-ჯერ უფრო ნაკლები. ცოცხალი ძალა გვეყოლება 3-ჯერ და მართლაც ეგ მოხდა. სექტემბრის თვისთვის 2022 წლის სექტემბრის თვისთვის უკრაინელებს ფრონტზე ყავდათ სადღაც 600,000 ჯარისკაცი, რუსებს ყავდათ 150-200,000 ჯარისკაცი. და მათ შორის ის წარმატებული კონჩეტევა, რომელიც ხარკოვის ოლქში განახორციელეს უკრაინელებმა, დიდწილად იმით იყო განპირობებული, რომ საკმარისი ცოცხალი ძალა არ ყავდათ რუსებს. სანამ ტკივნეული დარტყმა არ მიიღეს რუსებმა, შესაბამისი ისინიც არ განახორციელეს, ხო? დასკვნები არც მობილიზაცია არ გამოაცხადეს, რატომ? იმიტომ რომ პუტინმა ჩათვალა, რომ მობილიზაციის გამოცხადება გარკვეული როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკურ ძალისხმევას და დანაკარგებს მოითხოვს. ხო, არ იქნება ხ პოპულარული საზოგადოებისთვის რაღაც სადღაც წასვლა და ომი და სიკვდილი, ხო? ეხლა ეს ლოგიკა შენ კი არ გაორმაგე, ალბათ 1000 ჯერ უფრო მძაფრად დააყენე ამერიკის რეალიებს, სადაც
ოპოზიცია ყავს ტრამპს, სადაც ხალხს საერთოდ არ უყვარს ეს საგარეო ომები. საერთოდ სხვა კონტინენტია, სხვა გამოწვევებია, მზაობა ამ ომისადმი, ინტერესი ამ ომისადმი არის სულ სხვა, ეკონომიკა სხვანაირადაა მორგებული. შესაბამისად, ტრამპი ეხლა ებღაუჭება იმ დარჩენილ მექანიზმებს, რაც მას გააჩნია.